გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში პროგრამის ფარგლებში 150-ზე მეტ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რუსთავის მერი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ქვემო ქართლის მასშტაბით გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდნენ. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული. გარემოს დაცვითი აგრარული განათლება სკოლაში ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა. ერთხელ რომ ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მეორე მხრივ ქმნის მოტივაციას, რომ ამ ახალგაზრდებმა შემდგომში სწავლა გააგრძელონ დეფიციტურ პროფესიებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ შექმნას მოტივაცია, რათა აი დეფიციტური პროფესიები, რომელიც არსებობს როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, აგრარული მიმართულებით, რომ ის შევსება მოხდეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩვენი ქალაქებისთვის და სოფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომ რაც შეიძლება კიდევ მეტი განსაკუთრებით ახალგაზრდა ჩავთოთ გარემოს დაცვითი მიმართულებების საკითხებში. რუსთავისთვის ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა არის მთავარი მიმართულება. ჩვენ ამ კუთხით ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ. გარემოს დაცვის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა აღნიშნული სემინარები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას გარემოს მიმართულებით. ამ ტრენინგმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიც არის გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, ასევე ჰაერის დაბინძურება, ეს ისეთი თემებია, რომელიც ესეთ სერიოზული თემებია და მოსწავლეებთან მათ შეტანას აუცილებლად ჭირდება სპეციალური ცოდნა.